7 ივნის კინოთეატრ ამირანში რეჟისორ გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის ოცნებების სასაფლაოს ჩვენება შედგა. რეჟისორმა ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. აფხაზეთი არის ჩვენი გული. აფხაზეთის გარეშე საქართველო არ არსებობს, ისევე როგორც აფხაზების გარეშე არ არსებობს საქართველო. ეს ფილმი ზუსტად იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენ არასოდეს ერთმანეთის მტრები არ ყოფილვართ. განგებამ და ბედმა სამწუხაროდ ძმებიც შუბობენ ერთმანეთში და ძმებიც ომობენ. მთელი ისტორია ამით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ გავეაზროთ. 23 წელი გავიდა და მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმში ყველას ექნება შესაძლებლობა ნახოს რა სულისკვეთებით ვიყავით ჩვენ იქ. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთისადმი და ერთ-ერთი ცენტრალური ეპიზოდი ამ ფილმის ამაზე მეტყველებს და საერთოდ მთელი ფილმის სულისკვეთება ამაზე მეტყველებს. მოგამ რომ დამირეკა და შეუმთავაზა, მართლა ძალიან რთული ასახწერია, როგორ გამიხარდა ამაში მონაწილეობა. იმიტომ რომ ეს იყო შანსი, რომ ძალიან ბევრი რამე გამეგო და მოგრეთ ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფილმია და უსაყვარლესი დრო იმ მუშაობის კუთხით, თვითონ დრო მძიმე იყო. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს მოვახერხეთ ის, რომ ეს ფილმი ფართო მაყურებლის წინაშე წარდგება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით გიორგი ხაინდრავას დაბადების დღე მიულოცა. ფილმს მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო. ქართველი მაყურებელი 16 ივლისიდან რუსთაველისა და ამირანის კინოთეატრებში საფრანგეთში რესტავრირებულ ციფრულ ფორმატზე გადაყვანილ ოცნებების სასაფლაოს ნახავს. ძალიან რთული იყო ამის გახსენება, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ აგვახსენდა თუ რა დიდი ტრაგედია გადავიტანეთ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ასე გმირობთ ვაჟკაცურად დაიღუპნენ ომში და მე მინდა კიდევ ერთხელ კედი მოვიხარო ამ გმირების წინაშე და მათი ოჯახების წინაშე. მე ულოცავ ბატონ გოგას იმას, რომ აღადგინა ფილმი, დაკარგული იყო ფაქტიურად და მოახდინა მისი გაციფრვა, რაც ნიშნავს, რომ ფილმი უკვე დარჩება სამუდამოდ, ვინაიდან უნიკალური ასე დღეს უკვე ამას ვერ გადავიღებ. ძალიან ბევრ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება და მე მგონი, რომ ქართული მაყურებელი ხელახლა დაუბრუნდება იმ რეალობას, რაც ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ 90-იან წლებში აფხაზეთში.